მოგესალმებით თანამოქალაქეო. ჩემი აზრით კლასიკური ქართული მიმები ჩვენი დღევანდელი პოპკულტურის ყველაზე ძვირფასი ნაწილია. ამიტომაც მომინდა მათდამი მადლიერება გამომეხატა ყველა იმ ღიმილისთვის, რომელიც ცხოვრების რთულ გზაზე მოუგვრიათ ჩვენთვის. ხოლო რადგან მათგან ვიდეო თამაშის შექმნა არ შემიძლია და არც ევროტურის სტილის ფილმის გადასაღებად გამაჩნია თანხა, გადაწყვიტა ისინი პოსტერებად მეკცია. რამე თუ ფურცელიც მაქვს ფანქარიც და იბისფენითიც უფასო აპლიკაციაა. ხო და მოდი დავიწყოთ. ბრენდი შეიგნეთ! ზოგადად გია სურამელაშვილის ინტერნეტ მოღვაწეობა ძალიან ბევრ დასამახსოვრებელ მომენტს მოიცავს, მაგრამ ეს ჩემი აზრით არის ყველაზე გამორჩეული. გულისხმობ რა თქმა უნდა იმ მხრივ, რომ ეს ბატონი გიას ცხოვრებისადმი დამოკიდებულების ყველაზე ზუსტი აღწერა. როგორც ხედავთ, პირველ რიგში ჩანახატი გავაკეთე ფურცელზე, ხოლო შემდეგ დავიწყე ამოხატვა, კონტურების გაკეთება. ამ პოსტერის გაკეთებისას ჩემი შთაგონების წყარო ძირითადად იყო ამერიკული ტრეშ განგსტერ პოსტერები, რომელთაც ბლომად ნახავთ სხვათა შორის Pinterest-ზე. რა თქმა უნდა, არ დამოვიწყებია გიას უამრავი ოქროს სამკაული. მე აი ესეთი ლამაზი ბექგრაუნდი გავაკეთე, რაღაცნაირი დაგრეხილი. მე აი ეს ტელეფონი დავადე ბატონ გიას, რომლის გამჭვირვალობის ჩაწევაც ძალიან დიდი ხანი დამავიწყდა. დაახლოებით ხატვის დასრულებამდე ესე იყო, თუმცა გია თვითონ ისეთი კაშკაშა პერსონაა, რომ მე მგონი მაპატიებს ამას. ამის შემდეგ დავიწყო უკვე ტექსტის კეთება, ტექსტი გავაკეთე ძალიან მარტივად, რომ არ გადატვირთულიყო დიზაინი. ბოლოს კი გავაფერდე სათვალე, ტუჩები და გავასუფთავე ხელები და აი ესეთი საყვარელი გია სურამელაშვილი მივიღეთ. Duelia orasi შეშარა. ხალხი უშიშოდ დარჩა. მეიმატა. ვერ ჩამევიტანე. შემდეგი მიმი, რომელიც უნდა გადავაქციოთ პოსტერად, არის ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი, სახელწოდებით შეშა არ არის. ხატვა დავიწყე sketch punk-რით, რადგან მინდოდა რომ ცოტათი განსხვავებული ყოფილიყო თითოეული პოსტერი ერთმანეთისგან და ზუსტად ერთნაირ სტილში არ დამეხატა ყველა. როგორც ხედავთ, ხელების ხატვა ცოტა არ იყოს მიჭირს და აქ მომაფიქრდა ძალიან უცნაური რაღაცა, რომ რამოდენიმე კონტური დამედო ერთმანეთზე, რომ რაღაც სივრცის ეფექტი მიმეცა. თავიდან ვცადე თეთრის გაკეთება, მაგრამ თეთრი კონტური რაღაც არ მოუხდა და არ მომეწონა და მერე გამახსენდა, რომ შეიძლებოდა თუ გავაკეთებდი ლურჯ და წითელ კონტურებს, გამეკეთებინა 3D სათვალის ეფექტი. და აი როგორც ხედავთ, ასეც მოვიქეცი, ჯერ გავაწითლე ყველაფერი, მერე გავალურჯე, აი ესე დავაკოპირე ლამაზად. ეს ჯიგრებიც გადავაქციე ორ სხვადასხვა ლეიერად, ერთი ზემოთ დავტოვე, ერთი ქვემოთ და მერე საფრანგეთის დროშა ამოვატრიალე, უბრალოდ ტექსტურა დავადე და მერე ვიპოვე ძალიან საყვარელი ფუნჯი, XL ბრაში ქვია მე მგონი, დავსწერე აი ესე შეშა არ არის. ერთხელ მერე გავაწითლე, მერე გავალურჯე. ესეც სამჯერ დავაკოპირე და მორჩა. აი ესეთი მინიმალისტური პოსტერი მივიღეთ ბოლოს. გავტეხავ კოდს. გავიგებ ანგარიშის ნომერს. გენიოსი ხარ. კარგი რა. ეს ჩემთვის ჩვეულებრივი ოპერაცია. აი ეს დიზაინი წარმოადგენს ჩემს პირად ფავორიტს ამ ვიდეოში გაკეთებული პოსტერებიდან. ალბათ გეცნობათ ყველას ეს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სცენაა, სახელწოდებით ბოსტონის ბანკის ფილიალის გატეხვა. ამ პოსტერისთვის ჩემი შთაგონების წყარო იყო TikTok-ი, ვისაც გაქვთ მიხვდებოდით ეგრევე TV Girl-ის სტილში გაკეთებული ედიტები, სადაც პერსონაჟების კონტურებს ხატავენ ვარდისფერ და ლურჯ ფერებში და აწერენ ტექსტს ბენდის ერთ-ერთი სიმღერიდან. ეს მარტივად რო აგიხსნათ, ცოტა soulmate-ების თემაა. და მე მგონია, რომ ეს ორი ტიპი ძალიან soulmate-ები არიან, იმიტომ რომ რაღაც ძალიან კარგად უგებენ ერთმანეთს ამ სცენაში. საბოლოოდ ვეცადე რომ ორიგინალი ტექსტიც ამედოსადმე, მაგრამ იმის გათვალისწინებით რომ ძალიან უშნო გამოვიდა ხელით დაწერილი და თან ვერსად ვერ წავიღე და ვერსად ვერ დავატიე, დავივიწყე, მივაგდე. მაგრამ მე მგონი ისაც ყველაფერი გასაგებია. მოდით გავაგრძელოთ ქართული ტრეშ ფილმების თემა და დავხატოთ სატანისტი როკერი კახა ფილმიდან გლის ფსიქოლოგია. ამ პოსტერისთვის გადავწყვიტე რომ გამომეყენებინა ცოტა უხეში ხაზები, რაღაც ერთმანეთში აბლანდული კონტური, რათა წარმომეჩინა კახას სულიერი სიბნელე და მისი ძალიან hardcore ხასიათი. ხელებს როგორც შეამჩნევდით, ისევ ვერ ვხატავ, ასე რომ წარმოიდგინეთ, რომ ხელები აქ არ არის, აი ამ ლამაზ ღობეს უყურეთ. ტანზე გამოვიყენეთ ტექსტურა, რომ მაინც უბრალოდ ფერი არ ჩამესხა და რაღაც ბრტყელი არ გამოსულიყო გამოსახულება. ასეთი ლამაზი ადღაბნილი წითელი ბექგრაუნდი დავხატე. მერე კახას ტანი და თავი გავასუფთავე წითელი ხაზებისგან. იმ წითელ ბექგრაუნდს ცოტა ტექსტურაც მივეცი, მერე კახას ძალიან საყვარელი რქები დავახატე, ტექსტი მივაწერე და აი ესეთი რაღაც არეული მესი სტილის პოსტერი გამოვიდა ბოლოს.
ავთოც ქვიტინიძისა და ბადრი პატარკაციშვილის დიშვილის ხათუნა თორთლაძის რომანტიკულ ურთიერთობას ლოგიკური გაგრძელება ქორწილი მოყვასა და ჩვენც აღმოვჩნდით. და დღეისათვის ბოლო მიმი იქნება ქართული ტელევიზიის განვითარების პიკი. რა თქმა უნდა, გულისხმობ ავთოც ქვიტინიძისა და ხათუნა თორთლაძის ქორწილის რეპორტაჟს. ამ ვიდეოს ზოგადად იმდენად ბევრი დასამახსოვრებელი მომენტი აქვს, რომ ერთი კონკრეტული სამორჩევა ვერ მოვახერხე და ამიტომ გადავწყვიტე, რომ პირდაპირ წამყვანი დამეხადა. რადგან მე მგონი ეს ქალი უფრო ცენტრალური ფიგურაა ავთოც ქვიტინიძის ქორწილის, ვიდრე თვითონ ავთოც ქვიტინიძე. აქაც სტილი ცოტა შეუცვალე, რომ რაღაც განსხვავებული ყოფილიყო და კონტურები დავხატე სხვადასხვა ფერადი ფუნჯებით და არა მაინც-მაინც შავით. მე რამ ხალხს ძალიან ლამაზი ბლაში გავუკეთე, რაღაც სახის ფერიც მივეცი, პერანგზეც ყვავილები დავახატე და აი ესე დავაკოპირე ლამაზად, რომ რაღაც პატერნი გამოსულიყო, უკან დავადე ძალიან ლამაზი ვარდისფერი ბექგრაუნდი, მე ავიღე special ფუნჯი, ეგრე აწერია ibis paint-ში და ცოტათი აი ესე შეუცვალე რაღაც სავარღვიე სიმეტრია. მე მომინდა რომ ტექსტი დამეწერაზე, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ქართული ფონტები არ მქონდა ჩამოწერილი და ხელით მომიწია დაწერა, რაღაც ძალიან უშნო რაღაცა გამოვიდა და ძალიან არ მომეწონა. ამიტომ აქეთ მივდექი, იქეთ მივდექი და ბოლოს წავშალე და უბრალოდ აი ესეთ მინიმალისტურ პოსტერად დავტოვე. ისე ჩემი აზრით, ოდესმე ავთოც ქვიტინიძის ქორწილის პლეილისტის ალბომი თუ გამოვა, არ ვიქნები წინააღმდეგი თუ ამ დიზაინს გამოიყენებენ ალბომის ქავერად. დღეისათვის სულ ეს იყო. მე მგონი არც ისე ცუდი პოსტერები გამოგვივიდა. თუ ვიდეო მოგეწონათ, დაალაიქეთ, არხი გამოიწერეთ, რადგან ეს აქ ჩემი ბოლო გაელვება არა. და ხო, შემდეგ კვირამდე კარგად იყავით.